ქართული ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული ფაქტების შესახებ საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ვიქტორ დოლიძემ და კონსტანტინე ჟღენტმა ისაუბრეს. დეტალებით მარიამ ქართველიშვილია პირდაპირ ეთერში. ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, გაძლიერების გზაზე ნაციონალური მოძრაობა მიზანმიმართულად პროცესს აზიანებდა და მოქმედებდა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. ეს ვიქტორ დოლიძემ საგამოძიებო კომისიის ხდომაზე თქვა, დიპლომატმა გაიხსენა კონკრეტული მაგალითები, მაშინ როდესაც მათ შორის არაღიარების პოლიტიკისთვის იქმნებოდა რეზოლუციები, მზადდებოდა რეზოლუციები, ნაციონალური მოძრაობა ამ შინაარსის რეზოლუციებიდანაც ცდილობდა საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესის გამოყენებას და ითხოვდნენ ისეთი ჩანაწერების გაკეთებას, როგორიც არის ვანო მერაბიშვილის და ახალაიას ციხიდან გათავისუფლების შესახებ ჩანაწერის შეტანას. დოლიძემ თქვა, რომ ამ შინაარსის ჩანაწერს და მოთხოვნას ჰქონდა მხარდაჭერა მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. დიპლომატმა გაიხსენა დახურული შეხვედრა, სადაც მან პირადად მოსთხოვა პასუხი კითხვაზე, თუ სად იყო პრობლემა ვანო მერაბიშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით და რას უკავშირდებოდა მხარდაჭერა, რაზეც ევროპელმა პოლიტიკოსებმა ვიქტორ დოლიძეს უთხრეს, ციტატა, ეს არ გვაინტერესებს, ეს არის თუ არა დამნაშავე, ჩვენ მათ როგორც პოლიტიკურ ძალას ვუჭერთ მხარს. ასეთი იყო პასუხი ევრობიუროკრატების მხრიდან. ვიქტორ დოლიძემ თქვა ისიც, რომ მას არ ახსენდება მისი დიპლომატიური კარიერის პროცესში, პირობებში 2012 წლიდან შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას მხარი დაეჭიროს ქვეყნისთვის სასარგებლო რეზოლუციისთვის. ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია გვხვდებოდა ძალიან ხშირად. თქვათ, არ ვიცით, რას ლაპარაკობდნენ დახურულ კარს მიღმა, მაგრამ ხვდებოდით იმითი, რა რეაქცია იყო, თქვათ, იგივე ევროპელი დიპლომატების მხრიდან. აი კონკრეტულად ვინ იყვნენ დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტიდან? ოპოზიციის მხრიდან იყო ჯაფარიძე, ცისკარიშვილი, მელაძე, ზურაბ ჯაფარიძე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ხო. დარჩიაშვილი სათადარიგოში იყო, მაგალითად დინა ბოკუჩავა ამავე დროს, რომელიც ახლა შემოსული იყო იმ წლებს 2015 წელს. მე მიკითხავს მათთან, აი მეგობრულად, რომ აი თქვენ ესე გარგვიხილავთ ჩვენ, ხო? ჯერ არ დაგვიწყია, ჯერ არ შევსულათ ისე ღრმად ჩვენს სამუშაო რეჟიმში. რა გინდათ, რა პრობლემები გაქვთ? ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ და განვიხილოთ თითოეულ პრობლემა. რაზე გველაპარაკებით, რატო გაჩნდა ეჭვი? ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ რაიმე ლეგიტიმური პრობლემა შეიძლება გაგაჩნდეთ, რაზე ჩვენ ვალდებული ვართ, რომ თქვენ კითხვა გახსნით. არის თუ არა მნიშვნელოვანი თქვენთვის, როდესაც გველაპარაკებით მაგალითად მერაბიშვილის ციხეში ჯდომაზე, რომ იგი დამნაშავე არის თუ არა? მე ესეთი საუბარიც მქონია. საერთოდ მაინტერესებს ის დამნაშავეა თუ არა. ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა, ეს არის იპიპის მონათესავე პარტია, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ის ხოს გარეთ. აი ამ და გვარი პოლიტიკური სახის მხარდაჭერებიც ჰქონდათ. მერაბიშვილის მეუღლემ და ძმაკაცებმა სანდრო გირგვლიანი გაისტუმრეს თუ არა იმ ქვეყნად, მოკლეს, ამას ასე ქვია. და შემდეგ ვანო მერაბიშვილმა თვითონვე გამოიძია ეს საქმე და არასწორი მიმართულებით წაიყვანა. დახურულ კარს მიღმა ევროპელები გეუბნეოდნენ, საერთოდ არ გვაინტერესებს დამნაშავეა თუ არა, ჩვენ მათ ამ როგორც პოლიტიკურ ძალას უჭერთ მხარს. სწორად გავიგე. ძალიან სამწუხაროდ ჩვენ ამგვარ არაფორმალურ კიდევ ერთხელ ვამბობ დამოკიდებულებასთან, მაგრამ მქონდა საქმე. რა იყო იმის მიზეზი თქვენი აზრით, რომ ჩვენ მივიდოდით არგუმენტებით, დოკუმენტებით, ფაქტებით და რეალობებით, ეს არ ითვლებოდა ხოლმე და ითვლებოდა ის, რომ მივიდოდა ვიღაცა თინა ბოკუჩავა თავის კანტურით და იტყოდა, რომ ვანო ანგელოზია და ამას უჯერებდნენ. მიკერძოება ბუნებრივია, ერთ მნიშვნელოვნად მიკერძოებული. პირველ შემთხვევაში, როდესაც თქვენ წარმოადგენით დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში მართლ კოალიციას და თქვენს დელეგაციაში იყვნენ ოპოზიციონერების რანგში გირჩი ჯაფარიძე, გიორგი კანდელაკი, ჩიორა თაქთაქიშვილი, დავით დარჩიაშვილი. თუ ყოფილა ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნებაზე, უვიზო რეჟიმის მომხრეობაზე, ევროპაში გაწევრიანებაზე და ასე შემდეგ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე თქვენ როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენელს მხარი დაგიჭირეს. ერთი შემთხვევა თუ ყოფილა. არ მახსოვს.
ვიქტორ დოლიძის შემდეგ გამოიკითხა კონსტანტინე ჟღენტი, ის 33 წლის გამოცდილების მქონე დიპლომატია, მანაც საკუთარი კარიერიდან გაიხსენა კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ როგორ აზიანებდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ქვეყნის ინტერესს. ერთ-ერთი ასეთი იყო 2008 წლის 7 აგვისტო, როდესაც კონსტანტინე ჟღენტი ამბობს, რომ 7-ში საღამოს ცირკულარული ფაქსის მეშვეობით მიიღო ოფიციალური წერილი ოფიციალური თბილისისგან, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ხელისუფლება აკონტროლებდა ტერიტორიებს და მიიღეს ელჩებმა დავალება, რომ აკონტროლონ, რომ რუსეთისგან არ მოყვეს აგრესია. საუბარია 7 აგვისტოს საღამოზე. კონსტანტინე ჟღენტი ამბობს, რომ ოპოზიციასთან საუბარი ევროპელი პოლიტიკოსებისთვის უფრო მარტივია, რადგან ისინი მარტივად აატარებენ მათი ინტერესებს ნაცვლად ქვეყნის ინტერესების დაცვისა. რატო ხდებიან ისინი ისე იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ მათი ინტერესი ემთხვევა იმათ ინტერესს. იმიტომ რომ იმათ უნდათ, რომ საქართველოში იყოს ისეთი მთავრობა, რომელიც გაატარებს მათ ინტერესებს. მიმართულება აქვთ ერთი. აი მოწყოელებს ისინი არიან ლიბერალ-ტირე გლობალისტები. მათთვის ყოველთვის მთავარი იყო, რომ ერის სახელმწიფოს, ანუ ეროვნული სახელმწიფოს, ანუ სახელმწიფოს როლი თანდათან ქრება და საერთაშორისო ორგანიზაციები იმათ ხელში იქნება ყველაფერი არასამთავრობოებთან ერთად. და ეხლა რაც მოხდა ბოლოს აი დარტყმამ გეოპოლიტიკურმა, რომელიც აი ეს მათი ეს შეხედულება აბსოლუტურად წაშალა პრაქტიკულად. აი იმიტომ არიან ესეთ სუდღეში. ვიყავი ბუდაპეშტში. მე ვიყავი პრაქტიკულად ცალკე და იქ ელჩიც ვიყავი, კონსულის და ყველაფერი. 7-ში საღამოს მომივიდა ცირკულარული ფაქსი. იმაში ეწერა, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ პრაქტიკულად მთლიანად ყოფილ სამხრეთ ოსეთს, ჯავის გარდა, პრაქტიკულად გასულები ვართ გვირავთან. ეხლა წაბრძანდით ადგილსამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში და იმუშავეთ იმაზე, ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რომ რუსეთმა ამაზე არ მიცეს მწვავე რეაქცია. 8-ში დილას ავდექი წავედი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრი აქ არ არისო, წასულიაო. მე ვთხარი, მაშინ მოადგილესთან შემეყვანე. მაჩვენე რა მოიტანეო, წაიკითხა. და მეუნება, რომ შენო დღესდილას CNN-ს უყურეო. ზუსტად იმ მომენტში ჩართო, ეკას ღულაძე რო იძახის, ნუგეშინიათ ტანკმა ორჭოსანთან აუხვიაო. ხო და მეუნება, რომ აი ეს წერილი ახლა როგორ მიცეო, გინდა მოადგილეს, გინდა მინისტრს. ახალი ხელისუფლების შემდეგ, როცა უზბეკეთში ვიყავ ელჩი, კარგი ურთიერთობა მქონდა ძალიან ლატვიის ელჩთან. მეუნება, რომ ჩემი კოლეგაო, რომელიცო ჩვენ მეზობელ ქვეყანაშიო მუშაობსო, მეუნებაო, რომ კაცო საქართველოს ელჩი სადაც მივაო ყველგან ლაპარაკობსო, თუ კაი რამე გააკეთა საქართველოში ვინმე, მე მიშა სააკაშვილია და იმის მერე პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულაო. როცა დიპლომატი ხარ და ელჩი ხარ, შენ ქვეყანას წარმოადგენ, რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა. აბსოლუტურად უსამართლო ზეწოლები მოდის ქვეყანაზე. ეს არის არა იმის გამო, რომ ჩადიან და კარგად უხსნიან ტყუილებს და თქვენ ამხელა დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანები ვერ უხსნით სიმართლეს და ვერ აჯერებთ. არა, იმიტომ რომ მათი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. იმათ უნდათ აქ თავისი აგენტურა ყავდეთ ხელისუფლებაში. ამ წითელი ხაზების გადაკვეთა არის მიუღებელი როგორც საზოგადოებისთვის ქვეყნის შიგნით. დამოკიდებულება როგორც რა არის ეს ინტერესი თქვენი აზრით, რაც ემთხვევა ნაციონალური მოძრაობის ინტერესი და ზოგიერთი ჩვენი უცხოელი პარტნიორის ინტერესი, რის გამოც ისინი თვალს ხუჭავენ. ის რაც დევს ლიბერალ გლობალისტების თეორიაში, მიდგომაში. ამაში ემთხვევა მათი მიდგომები. საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დღეს დაასრულა, მომდევნო სხდომა 2 ივლისს არის ჩანიშნული. პარლამენტიდან მარიამ ქართველიშვილი საუბრობდა. დღესვე კომისიაზე დაბარებულები იყვნენ მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია და გიორგი ვაშაძე, თუმცა მათ მოთხოვნა არ შეასრულეს. ოპოზიციამ კანონი მიზანმიმართულად უკვე მეორედ დაარღვია. საგამოძიებო კომისიამ საქმე პროკურატურას გადაუგზავნა. განიხილეს გიორგი გახარიას საკითხიც, რომელიც 2 ივლისს სხდომაზეა დაბარებული. გახარია ჩართვას დისტანციურად ითხოვდა. კომისიის წევრებს შორის იყო ასხთა სხვაობა, თუმცა საბოლოოდ გახარია კითხვებს დისტანციურად უპასუხებს. რაც თუ
ეს ადამიანი არაპირებს დაბრუნებას, როგორც ჩანს, რაღაცაზე მუშაობს და რაღაცისთვის იბრძვის, რაღაცისთვის იღწვის. იხვეწება, რომ ჩამრთეთ. 3ჯერ მინიმუმ მას ჰქონდა მცდელობა დარბაზიდან გასვლის. გაქცევის ხედავს საფრთხეს იმისა, რომ მან ჩართვა გათიშოს და ჩვენ ის ინფორმაცია, რაც არის ჩვენთვის მთავარი, ვერ მივიღოთ. საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. მე ვფიქრობ, რომ უნდა მიეცეს მას შესაძლებლობა, რომ ჩართვით თუნდაც კომისიაზე უპასუხოს იმ კითხვებს, რომელიც თვითონ ჩვენთაგანს გაგვაჩნია. ის აქ იყო, ჩაიბარა წერილი და ამის შემდეგ გაიქცა ქვეყნიდან. იქ არ უხსენებია, რომ ის არაპირებდა კომისიაზე არ მოსვლას. პირიქით თქვა, რომ მოვიდოდა და ამის შემდეგ გაიქცა. მისი თხოვნის და შესაბამისად არ ვეუბნებით ჩართვაზე უარს, მაგრამ მოთხოვნა არის კომისიის, რომ მან უზრუნველყოს საამისოდ 2 ივლისს ტექნოლოგიურად და ლოგისტიკურად ჩართვისათვის ნორმალური პირობები მისი მხრიდან, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ. ეს არის პატრონების დავალება. პატრონებმა გადაწყვიტეს ეს ადამიანები არ შეიყვანათ პარლამენტში და შეიყვანათ ციხეში. ისინი ძალიან ცუდად ექცევიან საკუთარ აგენტებს. ხედავთ რა მდგომარეობამდე მიიყვანეს საკუთარი აგენტები, ხო? იქ სალომე ზურაბიშვილი გუშინ სრული გადასროფა, გახარია გაქცეულია, სხვა აგენტები არიან საპატიმროში, ასე ექცევა დიპსტეიტი საკუთარ პატრონებს და მე მინდა მიმართო განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებსაც სამომავლოდ შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკურ პროცესში ჩართვის ამბიცია, ზოგადად აქტიურ საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვის ამბიცია, მე მინდა მათ ვთხოვო, რომ მაქსიმალურ გულისხმობით მოეკიდონ ამ საკითხს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანი ჩვენი თანამოქალაქე გახდეს უცხოური ძალის აგენტი, იმიტომ რომ აგენტის ხვედრი არის უმძიმესი. თავიდან შეიძლება ვიღაცისთვის იყოს რაღაცნაირად მიმზიდველი ეს საქმიანობა, თუმცა საბოლოო ჯამში აგენტის ხვედრი არის უმძიმესი, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა იგივე გახარია სურაბიშვილის, ხაზარაძის და სხვა უცხოელი აგენტების ფონზე.